მარინე ვართუმაშვილი, ქალაქ გორის ნომერ 12 საჯარო სკოლის და სოფელ არბოს გეოგრაფიის მასწავლებელი. უკვე 18 წელია მასწავლებელი ვარ. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მიმართ ინტერესი პირველივე საკონკურსო წელს გამიჩნდა. შევავსე განაცხადი, თუმცა ამ წელს არ გამიმართლა, მაგრამ 2020 წელს გავხდი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი. ჩემი კონკურსში მონაწილეობის მთავარი მიზანი იყო მიმეღო მწვანე ჯილდო და ფართო საზოგადოება გაცნობოდა ჩემი სკოლის ეკოკლუბის საქმიანობას. ასევე ვთვლიდი, რომ ეს იქნებოდა ჩემი სკოლისთვის და ჩემი მოსწავლეებისთვის ახალ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ხელს უწყობს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას და აი ამ ჯილდოში მონაწილეობის პერიოდში ნათლად დავინახე, რომ ჩემი მოსწავლეები, ჩემი ათეულის წევრები საქმიანობითაც კი დაინტერესდნენ და რამდენიმე მასწავლებელს დაუმეგობრდნენ და დღემდე აქვთ ურთიერთობა. ვფიქრობ, ამით მოსწავლეებში და ახალგაზრდებში პედაგოგის პროფესიისადმი ინტერესი იზრდება. ამ კონკურსში მონაწილეობამ და მწვანე ჯილდოს მიღებამ ჩემს მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა გაგვიარა შვედეთის საერთაშორისო ეკოსკოლების პროგრამა და წარმატებისთვის მიგვეღწია. სკოლა ატარებს ეკოსკოლის სტატუსს და გვაქვს მწვანე დროშა. ვფიქრობ, რომ ყველა სკოლას ყავს წარმატებული და აქტიური მასწავლებლები, რომელთაც შეუძლიათ დააკმაყოფილონ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოთხოვნები, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და სკოლის დირექტორებს, წაახალისეთ და წარადგინეთ თქვენი რჩეული მასწავლებელი.